შენ როგორ აღმოჩნდი ამ თამაშში? შენ ფულზე თამაშობ. ეს ორი რაღაცა ერთმანეთთან რომ შედუღავდა, გამოვიდა მოთამაშე. აი რაღაცა პირველი შეგრძნება ყოველთვის განსაზღვრავს ხოლმე ვინც პირველად კაზინოში შევა, მე პირადად ყველას უსურვებ წაგებას. მშობლისთვის მინდა რჩევასავით თქვა, აი რა შეიძლება გაავაკეთოთ ჩვენ ისეთი, რომ მოზარდი აი ამ სფეროს ავაცილოთ. მოგების იმხელა სიამოვნებას განიცდი მოგების დროს, რომ იმას ვერაფერი ვერ შეცვლის რა, აი როგორ გითხრა რა. ბედნიერი ბავშვის პოდკასტის მორიგი ეპიზოდი არის თქვენს წინაშე. დღეს გვაქვს ცოტა უცნაური შეხვედრაც, შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ცოტა უცნაური, თუმცა ჩემთვის ძალიან გარწმუნებული ვარ, საინტერესო და ისეთი მრავლის მთქმელი შეხვედრა გამოვა. უცნაური რა გაგებით, რომ ჩვენი სტუმარი არის გიორგი თოფურია, პროფესიონალი მოთამაშე. ეგრეთ წოდებული გემბლერი, ჩვენ ესე ვამბობთ ხოლმე, ადამიანი, რომელიც თქვათ ფულზე თამაშობს და გიორგი კარგი მოლაპარაკეა, ჩვენ ადრე ერთად ვიყავით ერთ გადაცემაში და მაშინ წლების წინ გიორგი ძალიან მწყობრად ჩამოაყალიბა მთელი სისტემა, როგორ უნდა იქცეოდეს სახელმწიფო, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ავარიდოთ მოზარდები დამოკიდებულებას თამაშზე. ეს რჩევები მე წლების მე რაღაც ნაწილი სახელმწიფომ გამოიყენა, არ ვიცი. ძალიან კარგი თუ გამოიყენა. გაითვალისწინა შენი აზრი და ნუ რაღაცები დარჩა კიდე ესე ვთქვათ განსახორციელებელი და შენ ხარ ის ვისაც არ ერიდება ხოლმე რომ ღიად და თამამად ილაპარაკოს ისეთ თემაზე, რაზეც ბევრი ჩუმად არის და ხმას არ იღებს. ეხლა ამ საკითხზე მე შეიძლება მომეწვია ვთქვათ პირობითად ვინმე ფსიქოლოგი, კოუჩი, რა ვიცი, მასწავლებელი და ასე შემდეგ, მაგრამ ესენი მაინც თეორიის დონეზე ილაპარაკებდნენ. შენ პრაქტიკიდან გამომდინარე უნდა გვესაუბრო და მინდა რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა აღმოჩნდეს მშობლებისთვის მეტწილად დასაფიქრებელიც, გასათვალისწინებელიც და თუ ვინმეს ამით რაღაცას დავეხმარებით, მაშინ კარგი საქმე გაგვიკეთებია. თუ არა და ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ყველა მხრივ საინტერესო მოსასმენი მაინც გამოვა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. მინდა ეს სტანდარტულად დავიწყო, ასე ვთქვათ, ერთგვარად, იმიტომ რომ ადამიანი თავისი ამბით და ისტორიით იწყება და შენ როგორ აღმოჩნდი ამ თამაშში? შენ ფულზე თამაშობ და აი როგორ შეხვედი ამ სფეროში და საიდან დაიწყო პირველად როდის ხონდა შეხება ამ ყველაფერთან? გამარჯობათ, მოგესალმებით, მადლობა რომ მომიწვიე და მადლობა რომ საერთოდ წუხართ ასეთ საკითხებზე და რო ვაკეთებთ ესეთ კარგ პოდკასტებს. როგორ მოხდი მე, ალბათ ჩემი ხასიათიდან, ჩემი მონაცემებიდან, იმ ნიჭიდან რაც ღმერთმა მომცა, როგორც ვიღაცას მუსიკის ნიჭი აქვს, ვიღაცას ხატრობის ნიჭი, მე მათემატიკური ნიჭი მაქვს და ეს მათემატიკური ჩემი ტვინის მოწყობა მოესადაგა კარტის თამაშს, მე ესე ვიტყოდი. პლუს ამას ვარ უზომოდ ზარმაცი, არ მგონია ჩემზე ზარმაცი კაცი არსებობდეს და ამიტომ ეს ორი რაღაცა ერთმანეთთან რომ შედუღავდა, გამოვიდა მოთამაშე. ზარმაცი. რამდენი წლის იყავ პირველად ფულზე რო ითამაში? პირველად ფულზე 15 წლის. 15 წლის. ჩვენ ერთი თაობის ვართ და ახლა ჩემ დროს მახსოვს სკოლაში ჩვენ თამაშობდით ხოლმე, მე დიდად არ მიყვარდა და მე ფაქტობრივად არც მითამაშები, თუ არ ვარ აზარტული, მაგრამ ჩემი კლასელები თამაშობდნენ ხოლმე, პატარა შოკოლადები იყო ასეთი, ისა რა ქვია, რა ერქვა ამ შოკოლადს, დამავიწყდა მოკლედ რაღაც ბრენდი იყო სპეციალური. იმაზე თამაშობდნენ ხოლმე და რაღაც პერიოდის მერე ამ შოკოლადის გასართობი თამაში ბურაზე რო თამაშობ. რა კარგი გამახსენე. ეხლა ამომიტივტივდა ერთი რაღაც. მე კოჭობანას თამაშით დაიწყო ალბათ ჩემი მოთამაშეთ ჩამოყალიბება. კოჭობანა. ხო. კოჭებითაც იყო და საშლელებით. კოჭები, საშლელები და ხაშლიკები და რაღაც 1000 რაღაც. ხო, და მე ეს ჩემი რამდენიმე კლასელი უკვე მე მახსოვს რომ გადავიდ პირველად რომ მოვიდა ჩემი თანაკლასელი მე-6 ან მე-7 კლასში ვიყავით და მითხრა რომ თავანი მაქვს ჩასაბარებელიო და მეგობრობდი და იქნებ დამეხმარო, იმიტომ ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. ამის არჩაბარება მოკლედ იყო ძალიან
დიდი სირცხვილი და მოკლედ რაღაცები გავაკეთეთ ყველამ რაღაცა. და ჩაბარება პირიქით ვაშკაცობა და ჩაბარება რაღაც ითვლებოდა. ტიპი იყო. სხვა შორის ძალიან საინტერესო იყო მე რომ აი ზოგიერთისთვის ეს წაგება და ჩაბარება უფრო სტიმულის მომცემი იყო ხოლმე ვიდრე ის რომ მოიგო. ხო და ეხლა რატომ მინდა რატო ვიწყებ ამას რომ ჩვენ ყველა საიდანღაც ვიწყებთ რაღაცას თქვათ ხო? შენ ხარ ადამიანი რომელსაც გავლილი აქვს ეს გზა და უკვე ამ რაღაცა ყველა ეტაპი იცის ასე ვთქვათ ამ თამაშთან დამოკიდებულება და ვთქვათ როგორ იწყებს ადამიანი ყველაფერს და ეხლა იმ შემთხვევაში მე არ ვიცი რამდენად შეგნებულად ჩაითრიეს ვთქვათ ეს ჩემი ვთქვათ პირობითად ის კლასელი რომელიც ამ თამაში აღმოჩნდა მაგრამ არის ორი მიდგომა როგორც მე ვიცი რომ ერთი არის ვთქვათ პირობითად რომ უბრალოდ თამაშობენ მოზარდები და ამ თამაშის პროცესში აღმოჩნდება ხოლმე ვიღაც ისეთი ვინც აქედან ხეირობს და ხდება მოზარდების ასე ვთქვათ თამაშ დამოკიდებულებაში შეყვანა და არიან ადამიანები რომლებიც აი სკრინინგს აკეთებენ ვთქვათ აი ვიღაცა შეძლებული ოჯახის წევრია და ხო არ შევიყვაროთ ასე ვთქვათ თამაში. ეს რეალურია თუ მითები არის ვთქვათ აი შენ როგორ სათამაშო სფეროში არა, ნარკოტიკებთან მიმართებაში. ნარკოტიკებში ვიცი რომ ესე არის. სათამაშო სფეროში რომ ეს შევიყვანოთ არა. შეიძლება იმას ფული მოუგოს, იმიტომ რომ მამიკოს შვილია და ბევრი ფული აქვს, მაგ კუთხით თორე შემოითრიოს ნელია ახლა არ მოდი. ხო, მაშინ როგორ ხდება? აი როგორ აღმოჩნდებიან ხოლმე მოზარდები, აი რამ თამაშ დამოკიდებულება. საიდან იწყება ეს ყველაფერი? მე ვარ 53 წლის. მე რო თამაში დავიწყე, ჯერ კიდევ გაგანია კომუნიზმი იყო და ეხლანდელზე ვილაპარაკო თუ ჩემზე. ეხლანდელზე ჩვენ შენი ამბავი უბრალოდ მოვითელეთ, ასე ვთქვათ, თქვით რომ იქ მარტივად ესე ხდებოდა ხოლმე, რომ თქვათ ჯერ იქ რაღაცას ითამაშებდი, დოპინგი ექო იმ შოკოლადს, ეხა გამახსენე. თქვათ რომ ძალიან საინტერესო სახელი აქვს, დოპინგი, შოკოლადის კი ისეთი იყო, რომ დოპინგზე მიდიოდა ხოლმე თამაში. ხო და მაშინ სხვა რეალობა იყო მეთქი და ეხლანდელ თანამედროვე მოზარდებთან უკვე სულ სხვა რაღაცები, სლოტები შემოდის, სათამაშო აპარატები შემოდის. ეხლა ძალიან მარტივია, ხელის გულზეა ეს ყველაფერი, როგორ იწყება, მაგრამ ყველა რეკლამაზე გიგდებს რომელიღაცა საიტის რეკლამას და აუცილებლად სლოტების რეკლამას, რომ ჩვენთან მოიგებთ ესე მარტივად და ლიზბი ერთი 10 ლარი უნდა დადო და მოიგებ მე გამდიდრები. აი ეს გამდიდრების მარტივი გზის ხიბლი რა, რავი როგორ დავარქოს ყველა. ხო, აი როგორ რა არის? ეგ არის მთავარი მექანიზმი ხოლმე, რომ ფულის გამო იწყებს ადამიანი თამაშს თუ რაღაცა სხვა. ვერ ვიტყვი ეს ერთნიშნულოვნად. შეიძლება ვიღაცამ ფულის გამო დაიწყოს, ვიღაცამ სხვადასხვა, ძალიან ინდივიდუალურია რა. ჩემ შემთხვევაში ფული მეორე კი არა, შეიძლება მესამე ხარისხოვანიც კი. ჩემ შემთხვევაში პირველ ხარისხოვანი იყო, რომ მე ვიღაცას ვაჯობო, ანუ გავიმარჯვო. ხო. აი ეს იყო პირველ ხარისხოვანი და ფული უკვე მეორე მესამე ხარისხოვანი იყო. აი სხვა შემთხვევაში არ ვიცი, შეიძლება არიან ადამიანები, რომ აი ფულზე რო აძაგძაგებ ძუნწებს ძალიან ადვილად ითრევენ, მაგ თვითონ ეთრევა რა, ასე ვთქვათ. ჩაითრევს ეს სისტემა, რაც უფრო ძუნწია ადამიანი, იმიტომ როგორც კი 10 ლარს დაკარგავს, ის უკვე გადაკეტილი აქვს იმას. ანუ მე ხდება დამოკიდებულება უფრო მეტად იმაზე, რომ თქვა უკან უნდა ამოიღოს ეს თავის თემა, ხო? ხო, ეგ საინტერესოა. ძველი ანეკდოტია რუსული, ერთი ქართულად ვიტყვი. ებრაელი მამაო შვილსო იმიტომ კი არცემ და ფული რო წააგო წაგებულის გამოსაგებად რო აგძელებდა თამაშს იმიტომ ხო ნუ ის არის რა ქვია მე არ ვიცი თამაში როგორია ამიტომ მე შენ მაგიტო მოგიწვიე სტუბრად დღეს აქ ანუ არ ვიცი ფულზე თამაში როგორი რა შეგრძნებებთან არის კავშირი რაღაცები ხა სანაძლეოზე მითამაშია ჯოკერი და რაღაც ამბები მაგრამ აი ეს თემა მთლიანად ჩემთვის უცნობი არის. აი პირველი გამიგია ხოლმე რომ თქვათ ბევრი ადამიანისგან ვინც კაზინოში თამაშობს ან თქვათ რაღაც სხვადასხვა ამბავში რომ პირველ მოგებას ყოველთვის აქვს ძალიან ძლიერი ეფექტი. აი რაღაცა პირველი შეგრძნება ყოველთვის განსაზღვრავს ხოლმე და ვინც პირველად კაზინოში შევა მე პირადად ყველას უსურვებ წაგებას. ყველას. რატო რომ მოიგოს? რომ მოგების გემო არ გაიგოს. მოგების გემოს რო გებულობ, აი მარტივი ფულის გემოს. რატოა ხოლმე რომ პირველად იგებენ ხოლმე ხშირად? ნუ აი არ ვიცი ახლა რაღაც ახლა ზებუნებრივი თუ გინდა ჩა მაგაზე ვერ გიპასუხებენ.
რა ვიცი რატო ის შენ თუ იმის თქმა გინდა რომ ძალით აგებინებენ კაზინო მაგის მექანიზმი არ არსებობს არა ეგ ზღაპარია ეგ სისულელია რა ძალით მოგაგებინებს ხო იმიტომ ჩვენ ახლა გარკვეულწილად მითების დაანგრევასაც კი ბატონო კითხე მე ახლა ჩემით მივხვდი რატომაც დამისვე ეგ შეკითხვა მაგრამ კი არა ეგ რა მექანიზმი არ არსებობს მაშინ ეგ ძალიან უნდა იყოს რაღაცა ინდივიდებზე მორგებული ხო არა მექანიზმი არ არსებობს დამრიგებელს ანუ დილერს კრუპიერს რო ეძახით იმის ვერ შეძლებს რომ მოგაგებინოს იმას თავის განაწესი აქვს და ისე უნდა ითამაშოს იმაზე არაფერი არ ახლა შენ არ იცის იქ დამწყები ხარ პირველად ხარ მეათედ ხარ ხო ნუ ახლა ეგ ძალიან ზღაპარია კი ანუ ესე იგი ნახე რა არის ეგ კარგია რომ რაღაც ნაწილში ეგ გამოირიცხა მაგრამ მაშინ შეება სხვა მექანიზმები თქვა ხო როგორ შედის ადამიანი როგორ ხდება დამოკიდებული. ეხლა მე ერთი გამახსენდა ერთი გოგონა, რომელიც რაღაცა პროგრამით იყო წასული უცხოეთში და 3 თვის განმავლობაში შიმშილობდა იქ. და აი გამختარი ჩამოვიდა იქ და რატო? თურმე დადიოდა კაზინოში და სულ ქონდა განცდა, აქ არ თამაშობდა საქართველოში, იქ რო ჩავიდა, იქ რაღაცა არ ვიცი რა მოხდა მის ცხოვრებაში და ჰონორარს რასაც აძლევდნენ ხოლმე ამ პროგრამიდან გამომდინარე, მიდიოდა კაზინოში ტოვებდა ამ ფულს. და ნუ ფაქტობრივად რჩებოდა ხოლმე მშიერ იქ ერთად არ აძლევდნენ თქო თვის საფასურს აძლევდნენ მივიდო და დატოვებდა პირადად იცნობ ამ გოგოს კი პირადად ვიცნობ და ცოტა ძუნწი ხო არ არის ხასიათი ხო ნუ ეხა ეგ ცოტა ისეთ თემა შეფასება არ ვიცი როგორ გითხრა მაგრამ საჭმლის ფულს წაგება ხო აი ერთხელ შეიძლება ვერ განსაზღვრო მეორედ მაგრამ 3 თვე საჭმლის ფული აგო ნუ ფიზიკურად გეუბნები რომ გალეული ჩამოვიდა აქ იმიტომ რომ ძალიან ისე წირად ჭამდა და რას თამაშობდა რულეტკას ალბათ ეგ არ ვიცი მაგრამ ვიცი რომ კაზინოში დადიოდა ხო ისეთ ქვეყანაში იყო სადაც კაზინოების ამბავი ნუ ისეთი არის შენ ქონდა მახსოვს მე მაგაზები ცოტა მე ვილაპარაკოთ მაგრამ ეხა წინსწრებით ვიტყვი მთელი სქემა ქონდა როგორ შეიძლება რომ თამაში ისე დავარეგულიროთ რომ არ დავაზიანოთ ზოგადად ადამიანის არც უფლებები და თან ამავე დროს გაცილებით მეტი სარგებელი მივიღოთ ამ რაღაცა ტიპის რეგულაციით ისე რომ ზედმეტი აკრძალვით ყოველთვის ხდება ხოლმე უპირიქით უფრო მეტი ადამიანის სანამ კონკრეტულად გადახვალ ზოგადად გაგცემ პასუხს მაგ შეკითხვაზე რომ სქემას არ ვიცი რამდენად სქემა შენ დაარქვი და მე მქონდა რეგულაციების ნუსხა რომელიც გასაკეთებელია ახლა ვიღაცას თქვა ჭარბი ფული აქვს და თვეში აქვს $100,000 შემოსავალი და იმის გამო რომ 14 წლის ბავშვმა არ წააგოს კაზინოში ფული ინტერნეტ კაზინოში ამ კაცსაც წარმატებულ ბიზნესმენსაც აუგზავნოთ კაზინოში შესვლა მე მგონია არასწორი. პირიქით შევიდეს და იქაც მაქვს მე რეგულაციები მე თუ გინდა მე მახსოვს შემოსავლის პროცენტზე ხო შემოსავლის პროცენტი სიტყვაზე ზღვარი რაღაცა შეიძლება პირობითად თქვა $10,000 აქვს ადამიანს თვიური შემოსავალი ხო ახლა $10,000 არ არის ის ფულია რომ საჭმელზე ეყოფა, მანქანაზე ეყოფა, შვილებზე ეყოფა, ყველაფერზე ხო და სიტყვაზე 20-30% შექონდეს უფლება და ეს უნდა აღირიცხოს კაზინოებში და თვეში 20%-ის წაგების უფლება ქონდეს. სიტყვაზე ვამბობ ეს პირობითი რიცხვები ვთქვი მე ის შემოსავლის ხო და ის რომ 14 წლის ბავშვს არ მიუწვდეს ხელი, მან უკვე სხვა რეგულაცია არის ჩასართული. აი მე ხა მანდეთ წავიდეთ უფრო მეტად ეხა ჩვენი პოდკასტის სახელი ბედნიერი ბავშვია და ამას ყველაფერს ვწერთ პირველ რიგში მშობლებისთვის, მაგრამ ამავე დროს ამ პოდკასტს უყურებენ ვთქვათ მოზარდებიც რა და არ მინდა რომ თან რაღაცა იდეალიზირება მოვახდინოთ, მაგრამ არ ძალიან დემონიზირება, უბრალოდ ამ მოზარდებსაც გასაგებად რო აუხსნათ, რა ხიფათის წინაშე შეიძლება ისინი აღმოჩნდნენ, როგორ ხდება ამ ხიფათში შესვლა და ზოგადად პრევენცია და ყველაფერი, აი საფეხურებად მივყვეთ ვთქვათ. აი რა მინდა ეხა კითხო, ნახე პირობითად მე ვარ მშობელი, ხო, მყავს თინეიჯერი შვილი. ეხა ისეთ წრეში არ ტრიალებს რომ სადაც წესი თქვათ ადამიანები ამ თამაშობენ, თამაშ დამოკიდებულები არიან და ასე შემდეგ. მაგრამ იმის ალბათობა რომ თქვათ ისიც აღმოჩნდეს რაღაცა ტიპის თქვათ თამაშზე დამოკიდებული, თამაშზე დამოკიდებული ეხა PlayStation-ის თამაშზე დამოკიდებულს ვარ გულისხმობ გასაგებია. არსებობს თქვათ, ხო? აი რა უწყობს ამას ხელს? ეხა მე მაგალითად TikTok-ის და რაღაცების scroll-ის დროს ხშირად ხდება ხოლმე საინტერესო რაღაცა გადაცემა არის, ვიღაცა ინფლუენსერი ტიპი რაღაცაზე ლაპარაკობს და ამ დროს შემოდის კროკობეტის რაღაცის რეკლამა. აი მშობლისთვის მინდა რჩევასავით თქვა, აი რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ ისეთი,
რომ მოზარდი ეხა სრულ იზოლაციაში ვერ გვეყოლება, მაგრამ აი ამ სფეროს ავაცილოთ. იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, დიდია საკმაოდ თამაშდამოკიდებული ადამიანები. მე მივხვდი აბსოლუტურად შეკითხვის თავისი სისავსით მივხვდი, რასაც მეკითხები და ცოტა შორიდან დავიწყებ რა. ძალიან ერთმანეთს გავს თამაში და ნარკომანია. მე ცხოვრებაში არ გამიკეთებია არაფერი, ხა. ბალახი, მარიხუანა ჩვენ დროს პლანს რო ვეძახდით, ბავშვობაში მომიწევია და ნუ ალბათ ერთი 25 წელია შეიძლება მეტიც რომ მივხვდი რომ ხა რაღაცა ბავშვური გართობა იყო, რო გავიზარდი ასე ვთქვათ, რო ჩავთვალე რომ დიდი ვარ, მე დავანები ახლა რა პლანია ის პლანი, ხო, სასაცილოა პლანი და რაც შეეხება ახლა პლანს კი დაანებებ თავს, მაგრამ ნარკოტიკს საერთოდ არ გამიწევია. მით უმეტეს ხო გახსოვს ახლა ჩვენ რა უბანში ცხოვრობდით და რა სიბნელეში ცხოვრობდით 90-იანებში, ხო 90-იანებში ვიყავით 19-20 წლის 23-24. რატო არ გამიწევია? ეს მე ამოვქექი ჩემს გონებაში და რა იყო ამისი ის რა ქვია მიზეზი, ხო? იმ აუბედით კომუნისტების დროს 1000 გვარი ახლა დღეს რო პოდკასტ ვეძახდით, ადრე სპეციალური გადაცემები იყო. ერთ-ერთ გადაცემაში მახსოვს, ალბათ ვიყავი დაახლოებით 8-9 წლის, შეიძლება 10-ის. იყო ნარკომანებზე გადაცემა და აჩვენეს ნარკომანების შვილები, რომლებიც ჩაბარებულები იყვნენ ბავშვთა თავშესაფარში. და დაინვალიდებული ბავშვებია. არ ვიცი ახლა სპეციალურად ამოარჩიეს ეს და სპეციალურადაც თუ იყო ამორჩეული და მიზანმიმართულად ეს პროპაგანდა, ეს სწორი პროპაგანდა იყო და კარგი იყო. ჩემზე ბავშვზე ისე იმოქმედა ამან, რომ მე აი ამ გადაცემის მერე რომ ნახე ეს ინვალიდი ბავშვები, ეხლაც აი რო უყვები, ის განცდა მეუფლება რა. ისე იმოქმედა, რომ ჩემთვის ნარკოტიკი მოკვდა რა, აღარ არსებობდა მაგ თემაზე არანაირი ინტერესი არ მქონდა ბავშვობაში, აი 10 წელს. შარშან, აი გერფიცები შვილებს. ზუსტად იგივეს მეუბნება, ჩემი მეგობარი სუფრაზებზე ვართ, რაღაცა ეს თემა მოიტანა და მე კი არ მიკითხავს. თვითონ თქვა რომ მე ზუსტად ვიციო რატო არ ვიკეთებო და არ გამიკეთებია არასდროსო და ზუსტად ის გადაცემა გაიხსენა. რომ მე არ მინახავს ეს გადაცემა, არ ვიცი. ხა ჩვენ შორის კიდე ბევრია სხვაობა, შეიძლება უფრო პატარა იყავი. რატო ერთი ასაკის ვართ ჩვენ, ერთი თაობა ვართ. შენ 73-იანი ხარ? რომელი? 73. 73 არ ცოტა აკეთა. ხო და მე 73-იანი. შენ 70 რატო მახსოვს რომ შენ 78-იანი? არა, 73-იანი ვარ. იმიტომ გითხარ მე მახსოვდა რომ ცოტა უფროსი ვიყო. კაი, მაგას დავანებოთ. ეხლა პარალელი რატო მოვყევი ეს? ეს რო აღმოვაჩინე, ეს ჩემში რო ამოვქექე ეს და ეს მიზეზი უფროსობით ის ტრიგერი არ მიდრეკილებისკენ რო ვიპოვე. ჩემ ბიჭებთან ეხლა სამი შვილი მყავს, უფროსი და უმცროსი ბიჭები არიან, შუათან და გოგო. ეხლა გოგოსთან არ დამჭირებია, არ იყო საჯრო. ბიჭები რო გახდნენ 12-13 წლის. დავისვი და თუ კი რამე გაგონილი მქონდა მოთამაშის ცუდი საქციელი, ან ნარკომანის უღირსი საქციელი, უღირსი საქციელი, ახლა ეთერში რო ვერ მოვყვები ისეთ. კი, შეიძლება მოვყვეთ კიდეც, იმიტომ რომ ესე იგი რა ვიღაცისთვის შეიძლება ეს ეხლა მე მაგაზე არ მიფიქრე, რასაც შენ ამბობ, ძალიან საინტერესოა, რომ აი ისეთი ცუდი რამე გაიგერო, მე ამასთან კავშირი არ მინდა მქონდეს, ფიქრობს ადამიანი. ნუ არ ვიცი, მე თუ გინდათ ამოჭერეთ, კაი ვიტყვი ერთ ორ შემთხვევას. მე მაგალითად ვიცი, რომ ნარკომანს ადრე წითელ ხიდზე რო ბარიგებთან რომ მიდიოდნენ წამლის სასაღებად, ცოლი წაუყვანია. კი, ეგ მეც მსმენია. ხო, ანუ ამ დაგვა რაღაცებს უყვებოდი ნარკომანზე და თამაშ დამოკიდებულზე, ნუ ახლა ადრე ხო თავანი და ის რო იყო და მოსატანი ფულის გულისთვის მოსატანი ფულის საშოვნელად რეებს კადრულობდა რისტავკებს და რაღაცებს. რისტავკებს, ხო, და მოუყევი კიდე ჩემი ერთი შემთხვევა, ჩემმა უახლოესმა ნათესავმა როგორ იეჭვიანა ჩემზე, როდესაც მის სახლში რაღაც ოქროს ძეწვი გაკდა, ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. მე ჩემი უპარული არ იყო და ჩემზე აიღო ეჭვი, იმიტომ რომ მოთამაშე იყო, ხო. ძალიან დამამცირებელი ეს ძალიან. ესეც მოუყევი. ხო და აი მშობლებს ურჩევ ამას. ოღონდ ეს ასაკი თუ გამოეპარა და 18-19 წლის ბავშვი მოზარდია თუ რავი რა დავარქვა ახალგაზრდაზე უკვე ეს აღარ მოქმედებს. ხო.
აი ეს იმ ასაკში, როდესაც ჯერ კიდევ ფსიქიკა ჩამოუყალიბებელია და ამ ფსიქიკაზე რომ აი როგორც რომ ამოწვა რაღაცა და ის რო აღარ წაიშლება, აი ესეთი ის უნდა დატოვო კვალი რა, აი უარყოფითი კვალი ამ ყველაფრის მიმართ და ორივე ჩემი ბიჭი, ერთი 33-ის, მეორე 24-ის, საერთოდ არ აინტერესებთ, ანუ ეს გამოცდილი მაქვს მე, ჩემი ექსპერიმენტი, პირადი ექსპერიმენტის იმას გიზია. შენ როგორც მშობელიც ახლა ამ წუთას შენს გამოცდილებას აზიარებ, როგორც მშობელი. მნიშვნელოვანი გამოცდილება. მერე და მერე ამის მით უმეტეს, როცა შვილი ხო ამბობენ რომ აი მამა თუ თამაშობს, შვილი უყურებს ამ ყველაფერს და თვითონ შეიძლება ეს ქცევა გაიზიაროს. თელი ცხოვრება იცოდნენ მე ჩემმა შვილებმა რომ ჩემი შემოსავლის წყარო ეს იყო ხო ოჯახს ამითი ვარ ჩენდიდან. რა იცოდნენ ბავშვებმა ხო ყოველთვის შვილებმა, მაგრამ მიუხედავად ამისა არ მონდომებიათ, იმიტომ რომ აი ეს პრევენციული ზომები უნდა ჩავატაროთ, სხვანაირად მერე და მერე ეს ძალიან რთულია. 40 წლის კაცი რო თამაშს დაიწყებს 40 წლის ასაკში, იმის გამოსწორება მე არ ვიცი. მაგ ერთი იდეის დონეზე რა, ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება რომ აი რასაც თამაშობს ის ბოლომდე აუხსნა, ანუ ასწავლო ის ყველაფერი, მაგალითად სიტყვაზე მე თამაშობდი კაზინოში რუსულ პოკერს, ხო? ჩემი ჯობდა მე რო თამაშობდი კაზინოს კი არ ქონდა უპირატესობა, მე მქონდა უპირატესობა, იმიტომ რომ არის გარკვეული მათემატიკური დატვირთვები, რომლითაც შენ რაღაც ალბათობებიდან გამომდინარე იღებ სწორ გადაწყვეტილებებს. მაგრამ ამის სწავლა ჯერ ყველას არ ხელეწიფება, მეორეც დრო უნდა და დიდი პრაქტიკა უნდა. ხო და ბევრი უნდა წააგო რომ მე მოიგო. ამ ბევრი უნდა წააგო, ან უნდა დაждდე და ივარჯიშო მაშინ და პროგრამებიც არის მაგის. არის პროგრამები. მაგრამ რულეტკაზე არაფერი საშველი არ არის. რა მას მე ვიძახი რომ თქვათ პოკერს რო თამაშობ კაზინოში, მე შემიძლია ადამიანს დავანახო, ოღონდ ძალიან დიდი დრო დამჭირდება, რომ ვათამაშო, აი ესე მე დაურიგო კარტი და ვათამაშო და რომ დავანახო, რამხელა უპირატესობაში იყო კაზინო მასთან. ანუ ვასწავლო და მე დაინახავს, თავიდან ვერ დაინახავს. კაზინოს აქვს უპირატესობა ცალსახად, ხო, მოთამაშესთან. გააჩნია თამაშს. ხო. და გააჩნია მოთამაშეს. რატო კითხულობ, იცი? ხშირ შემთხვევაში ყველა, რა თქმა უნდა, ყველა არიბთან უპირატესობა აქვს, მაგრამ არის დათვლადი თამაშები, თუ შენ 100%-იან სწორად თამაშობ, აღარ აქვს უპირატესობა კაზინოს და პატარა უპირატესობა გაქვს შენ. რატო ვამბობ, ნახე, ეხა ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის. ხშირ შემთხვევაში იქმნება ხოლმე ყალბი წარმატებების ისტორია, რაც გულისხმობს რას? უყურე, ჯერეთი ბაქიბუქისკენ მიდრეკილი როცა არის ადამიანი, ხო იცი როგორ არის, რომ დიდი თევზი დავიჭირე და ესე ვქენი და ისე ვქენი და გენერლის ცოლები და საქართველოში ესეთი ლეგენდები სულ იყო ხომ. მე არ მინახავს ესე იგი მოთამაშე ადამიანი, რომელიც იტყოდა რომ იცი რა, მე ძალიან შევწდი და ანუ ძალიან ბევრი წავაკი. ძირითადად მსმენია ხოლმე ესეთი დამოკიდებულება, რომ მე ვიგებ, მე ყველას უგებ, მაგრამ ყველა სხვა აგებს და თამაში ცუდია. ესეთი ყალბი წარმატების ისტორია, ეხლა ბავშვი რო უსმენს, ეხლა ნახე ის რას ფიქრობს, რომ ესე იგი, აი ეს თუ იგებს და ყველა სხვა აგებს, მე ის ვიქნები, ვინც მოიგებს. რა თქმა უნდა, ვიღაცა იგებს თამაში და ვიღაცა აგებს, მაგრამ ამ ყალბი წარმატების ისტორიის საპირწონედ, აი შენ ადამიანი, რომელიც ამბობ, რომ ამით ვცხოვრობ, ხო? ანუ ეხლა დაგეჯერება, იმიტომ გიცნობ პირადად და ვიცი, რომ ესე არის რა. შენ რას ეტყვი ამის საპირწონედ იმ მოზარდს? გამიმეორე კარგად შეკითხა რომ აი უყურე ყალბი წარმატების ისტორია, რომ ესე იგი ვიღაცები უფრო მეტად ესე იგებენ, ანუ ვიღაცა გოიმები აგებენ ყოველთვის, მაგრამ არსებობს რაღაცა კასტა ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის იგებენ ხოლმე. და მოზარდი ფიქრობს, რომ მე ამ კასტის წევრი ვარ, მე იმ გოიმების წევრი კი არა ვარ, ვინც აგებს ყოველთვის. მე ვარ იმ რჩეულთა მესმის გურა. წარმომადგენელი, რომელიც არ გეწყინოს, არიფულ შეკითხვას მაძლევ, ხო არ გეწყინება ესე რომ გითხრა. თუ ესე ჩათვლი შენ, ხო, ანა რატო არის, იცი, არიფული რომ მაგი მიზეზი არასდროს არ არის ბავშვი რომ თამაშისკენ იწევს, რომ მე იმ კასტის წევრი გავხდებიო, წინასწარ ფიქრობს, მაგი არ არის მიზეზი. ხო, მაგრამ ანუ რატო არანებებს თავს თამაშს, მივხვდი რომ პირველად წააგებს, მეორედ წააგებს, მესამე წააგებს, ხო ფიქრობს. პირველად როგორც კი გასინჯავს მოგებული ფულის გემოს და მოგებული ფული რომ ისე გემრიელად იხარჯება, ეხა ერთი თვე რომ მუშაობ შენ რაღაცა საქმეზე და თვის ბოლოს რო ელოდები სიტყვაზე 3000, 5000, გინდა 10000 ლარი იყოს, ის ცოტა ძნელი დასახარჯია რა. და ბახ და უცებ რომ მოიგებ შენ იმას, რა ქვია,
ნახევარ საათში $1000 ხო? ძალიან გემრიელად იხარჯება. აი ხლა ეს არ ვიცი, გინდა ამოჭერით, გინდა არა, რატომ პირიქით ის არის, ეს ყველა ყველი რეკლამას კი არ უკეთებ. ისეთი აი როგორ გითხრა რა, სხვანაირად იხარჯება რა მოგებული ფული. ხლა მე რასაც ჩემ თავისუფლებას მივცემ, ჩემიც მაკაცები, რომლებიც შრომობენ და იმითი არ ჩიქნან ოჯახს, ვერ აძლევენ იმას და მე ხვდები ამას, რომ არც უნდა მისცენი მის უფლება თავის თავს რა. ხო და აი ახლა რა საით მიყავს ამბავი. ყურე შენ ამას ხო ამბობ და ამის მიუხედავად არც ერთი შენი შვილი არ თამაშობს. რატო? ჩემი შვილი კი არა, საერთოდ არც ერთი ჩემი ნაცნობი ჩემთან ერთად კაზინოში არ არის ნამყოფი. ნაცნობი, ახლობელზე და მეგობარზე არის. ხო და ნახე, არ უყურე რა მინდა რომ გითხრა, საით მინდა ჩამოვაყალიბო. უყურე პირობითად ეხა იმას არ მინდა დავემსგავსოთ ამერიკაში რო წავა ადამიანი და აქ არ ჩამოხვიდეთ საშინელება იქიდან რო გვეუბნება თქვა და თვითონ იქ ცხოვრობს, მაგრამ აი შენ ხო ხარ ადამიანი, რომელიც უფრო მეტად იგებ ვიდრე აგებ თქვა. ამის მიუხედავად მე იმას კი არ მეუბნები რომ წამოძმაო, კაი ამბავი ვიცი, გასწავლი და შენც მოიგებ. შენ მეუბნები რომ არ ითამაშო. ის ჯოჯოხეთი რაც მე გამოვიარე და რის ხარჯზეც მე ეს ცოდნა მივიღე, ამ ჯოჯოხეთს მე არავის არ უსურვებ. ხო, აი ეგ მინდა რომ ეგ თქვა. რა არის ეს ჯოჯოხეთი? ნუ როგორ გითხრა რა. ჯერ ნერვების აი ესეთი კარდიოგრამა რო გაქვს რა ყოველდღე. დილა და საღამო არა გაქვს სტრესი, ხო, ნუ სტრესები ხო ეს მე რაც ამ პროფესიონალი ვიყო, იმას კი არ ვამბობ, ყოველ ჯერზე შევალ და ფულს მოვიგებ მეთქი, ხო? იქ არის წაგებების თავის პროცენტი აქვს ყველაფერს, ხო? ნუ ძალიან დიდი სტრესია რა, ძალიან დიდი სტრესია. ამას მე არ უსურვებ არავის. არც ერთი ჩემი მამიდაშვილის მეგობარი შეხვდა და შენზეო გავიგეო კაზინოში ფულს იღებს, წამეყვანეო რა მეც მომაგებინეო და გამეცნა ახლა. იმას გონია რომ მე მივალ ესე დამახვედრებინ, ესე გამომიდანენ და წამოვიღებ ფულს. ხო, მე ვთხარი ხა შენამდე მეთქი მაგი კაი რო იყოს, ჩემს მას წავიყვანდი, იცნობ ჩემს მას მეთქი, შენს მაკაც ჩემ მამიდაშვილს წავიყვანდი ხო და ყოლია როდის მე წაყვანილი თქო. აი ესე მივახვედრე, ნუ ეს საშინელი ის არის რა, ანუ ჯერ ერთი ჭაობია, ჯერ ერთი ამას ყველა ფსიქიკა ვერ გაუძლებს. ხასიათის სიმტკიცე უნდა ქონდეს სხვანაირი რომ ამას გაუძლო. ვაუ, ერთეულების მე მეორეა კიდე რომ ერთი დაახლოებით როგორი ვარიანტია ის რომ მე შევა კაი მეომარი ვიყო, მაგრამ თუ ომი მე ჩემს ოჯახსაც შეეხო, მე მარტო ვერაფერს ვიზავ და ეს ომი შეიძლება ყველა ოჯახთან ახლოს მოვიდეს. ეხლა ყველას ეხება. საშინელი სიტუაციაა დღეს. და ეხლა ნუ იგივე რეგულაციებზე ვილაპარაკოთ თუ გინდა და აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. ერთადერთი ეხლა მე ისეთი ჩემ ამ თამაშიდან გამომდინარე იმდენად თავისუფლებას შეჩვეული ადამიანი ვარ, ჩემთვის აკრძალვა, ყველანაირი აკრძალვა მიუღებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთადერთი რაც ასაკრძალია, ეს არის სლოტები. ეს არის ერთნიშნულოვნად ასაკრძალი თუ რა თქმა უნდა ეხლა ქვეყანა სახელმწიფო ფიქრობს თავის მოქალაქეებზე და თუ არ ფიქრობს ეხლა სლოტები რომელია ის აპარატები ხო აპარატები რა ვიცი რა დავარქოთ აპარატები სლოტები რა ვიცი რა დავარქოთ ხო ეგ ონლაინ არის ხოლმე თუ როგორ არის ონლაინაც არის ლაივშიც არის მიწაზეც არის ლაივში ხა მე ვიცი რომ ტელეფონშიც მოზარდებს არ აქვთ მოზარდებს არ აქვთ ონლაინ შეუულიათ რომ ქონდეთ თომა ხო მანდაც ხო რეგულაცია შემოიღეს და კი ძალიან გაამკაცრეს ძალიან გართულდა მოზარდისთვის შესვლა თუმცა ეხლა რაღაცა ხრელი შეიძლება მონახოს, მაგრამ თქვა თუ ადრე 100 მოზარდიდან 100-ვე ჩართული იყო, დღეს იმ ხრელში 10 შეიძლება გაძვრეს. ის პირობითად ვამბობ ეხლა მე მაგ სტატისტიკა არ მაქვს. დაახლოებით ალბათ ერთი ჩვენ რო ჩავწერეთ ეს გადაცემა, ალბათ ერთი 10 წელზე მეტი არის, მეტი კიდე გასული. მაშინ ამბობდი შენ რო აი რაღაცა რეგულაციები როგორ უნდა ყოფილიყო, ტელევიზორის პულტის იმისავით, რა ქვია, კოდის დაყენებაცაც. კი, ხო, სწორად ზუსტად გახსოვს. მე ვთქვი რომ აი ეს საიდან მომივიდა ეს აზრი თავში სილქნეტი მაქვს ხო ჩავთე სილქნეტზე რაღაცა გადავრთე და კოდი მომთხოვა ნუ მეთქი რა არხია ის კოდს თხოვს დავრეკე სილქნეტში და რაღაც არხზე კოდს თხოვს მეთქი და ნუ ესო +18 არხებიაო და თუ თქვენ თუ ხართ ფლობელიო ამ იმის ინტერნეტის ფლობელი და თქვენზეა გაფორმებული გეტყვით თუ კოდსო იქ რაღაც კოდურ სიტყვას ვეუბნები რომლითაც მე წლომა მაქვს ამ ყველაფერზე და ისინი მეუბნებიან კოდს და მე ჩავთავრობ სიტყვაზე რაღაცა იმას რა ქვია არხს სილქნეტს ისევე უნდა იყოს იმაზეც რა თქვა აჯარაბეთი იქნება ევროპაბეთი იქნება თუ რაღაცა ბეტი თუ რაღაცა შმეტი
შედის ნებისმიერ ბავშვია თუ დიდია ხო არ იცის იმან რა ქვია გამოუგდოს უნდა ამოუგდოს ფანჯარა რა სადაც უნდა ჩაწერო კოდი და ამ კოდთან ცნობა აქვს იმას ვინც არის ოჯახის უფროსი თუ რა ვიცი ვიზეც არის გაფორმებული პასუხისმგებლობა ვიზეც არის ეგ ამბავი ხო ეხლა ის მამა იქნება თუ დედა თუ მისცემს იმკოს და შედიშვილო ითამაშებ მან ჩვენ ვეღარ გავეკიდებით ხო ეს არის უმარტივესი გზა ამისი აი ბავშვების მორიდების ამ იმასთან ინტერნეტ წვდომა რო არ ქონდეთ ინტერნეტით სათამაშოსთან რა. კაი, ესე იგი ნახე როგორ რაღაცა არის, აი გზას გადის ხო ყველა ადამიანი თქვათ აი რაღაცა ტიპის ნარკოდამოკიდებულებთან მილაპარაკია და მსმენია მათგან როგორ ხდება ხოლმე თქვათ აი რაღაცა პირველი ნიშანი, პირველი ლომკა როცა ეწყება ადამიანს, რას გრძნობს ამ დროს, ხა ეს რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, ყველა სხვადასხვანაირად იქცევა, მაგრამ აი აზრი თქვათ ერთ-ერთმა ნარკოდამოკიდებულმა ისიც მითხრა რომ აი პირველად თუ ყველაზე მეტად საკუთარი თავის შემცვა და აი მართლა მაკდონელსის ქონდა ეთყობა დარჩენილი რომ შვილის ყულაბა გავტეხეო და იქ ის ფული წავიღეო სადღაც ამ ბავში რომ იმიტომ მივხვდი რომ ჩემი თავი უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე შვილი იმ თუთას თამაშ დამოკიდებულებასაც ექნება მსგავსი სიმპტომები და რაღაცეები ვთქვათ ხო და აი მინდა რომ ამ სიმპტომებს გავყვეთ რომ ადამიანებმა დაინახონ ეს რა ტიპის დამოკიდებულება ალბათ ყველაფერი იწყება მაინც ტყუილიდან ხო აი პირველად როდესაც შენ ძალებს შენ ჯიბეს აღემატება რაღაცა და რაღაცა გჭირდება ვთქვათ ხო ვთქვათ შეიძლება ერთხელ გაუზიაროს თუნდაც მშობელს უთხრას მოზარდმა რომ აი რაღაც ესეთი ამბავი მომივიდა მაგრამ თუ იგივე პროცესში დაბრუნდა მას მოუწევს ტყუილის თქმა ტყუილი ეს ჩვენთვის დაცვის მექანიზმი იმიტომ რომ სიმართლით ვერ მივახცევთ მიზანს მიზანი არის ის რომ არ გვინდა რომ შევსხვეთ სადღაც ჩასაბარებელი გვაქვს თუ როგორც არის და ამ დროს იწყება ტყუილების თქმა აი როდის იწყებს მოთამაშე ამ ტყუილების თქმა აი რა ეტაპია ხო უკვე ღრმადა აქვს შეტოპილი მშობელმა რომ იცოდეს ეს თქვათ აი როცა მიხვდება რომ შვილი ატყუებს ღრმად არის შეტოპილი თუ პირველივე ჯერზე პრიპეროეჟე შუხერე ხო იცი როგორც ის რო ამბობს ჯენტლმენი უდაჩიში პირველივე ფეხის წამოყრას სამყარო რა არის ანუ წაგებული ხო ან მისატანი ან ნასესხები და თამოყვარე კაცისთვის აი ყველაზე მეტად იჩაგრებიან თამოყვარე ადამიანები რა თამაშის დროს ხო თამაშის დროს კი რომ აი თქვა და შეიძლება ნასესხები ფულის გამო მე ვიცი რომ თავი მოუკლია ადამიანს მე ვიცნობდი პირადად ადამიანს დასრულ ადამიანს აი რა ვიცი პროფესორს ფსიქიატრიის პროფესორს ითამაშა და წააგო და თავი მოიკლა ხო, ანუ ესე იგი, რაც უფრო თავმოყვარე ადამიანი, კიდევ უფრო რთულია მასთან მისი ამბავი. რაც უფრო თავმოყვარე ადამიანი, მით უფრო მეტად რგუნავს ეს ყველაფერი რა. და ეს თავმოყვარე ადამიანს თავის მოკლა არ ემუქრება. ხო, ამ ასეთ დონემდე შეიძლება მიიყვანოს თამაშმა ადამიანი. ეს არის, რა ვიცი, ამაზე უკიდურესი რა უნდა იყოს. აი, სიმპტომი პირველად რაზე, აი, როგორ იცი, მე რატო გეკითხები ახლა? შეგიწევ თქვი რომ არის ფული შეკითხვა არისო, მაგრამ აი, რო არ ვიცი, ჩემთვის რა ბუნებრივია რომ ეს არის ფული. აი, მე რო არ ვიცი თქვა, აი, როგორ მივხვდე ეხლა ხო წეგან კამერის გარეთ გიყვებოდი ხელოსანი რომელიც აღმოჩნდა რომ თურმე თამას დამოკიდებული. აი როგორ მივხვდე რომ შენიშვილი თქვა თამაშობს. ხო აი რომ მივხვდე რომ რაღაცა ისე არ ხდება მივხვდი? ეხლა არის ეს მშობელი უნდა აკვირდებოდეს თავის შვილს და უნდა იცნობდეს და უნდა ხვდებოდეს რომ მის ცხოვრებაში რაღაცა ხდება, რაღაცა ტიპის ფოთვა შემოდის და ამბავი, მაგრამ ეს უკავშირდება კონკრეტულად თამაშს თუ არ უკავშირდება, რამე ხო არ არსებობს მექანიზმი, რაც მშობელმა უნდა ეხლა პოდკასტზე გაადიდოს და არსებობს, მაგრამ უკვე გვიანი იქნება. არსებობს უკვე ოღონ შენ რო შეატყობ უკვე გვიანია. და რა არის? და არის ძალიან მარტივი რა, არასდროს ფული არ აქვს ამ ადამიანს. ხო. აი ეგ არის ყველაზე მარტივი. თეთრი არ აქვს ჯიბეში არასდროს. ბოლო 20 თეთრი, აი რო გითხრას რომ მამა ტრანსპორტის ფული ჩამირიცხე ლარიო, იმ ლარს წააგებს და მოვა ფეხიცახში. არასდროს ფული არ არის. არასდროს ფული არ არის. აი ეს არის ყველაზე მარტივად შესაძლებელი. ჩემი ნაცნობი გამახსენდა, ჩემზე მეტი შემოსავალი აქვს და ყოველთვის თვეში ორჯერ მთხოვს ხოლმე 50 ლარს. სხვა შორის კი აბრუნებს, მაგრამ ყოველთვის მთხოვს ხოლმე არის. 50 ლარს მთხოვს ხოლმე სულ, აი თვეში ორჯერ მთხოვს 50 ლარს. ხო, არ ვიცი. თამაშობს უბრალოდ. არ ვიცი, ეხლა უბრალოდ გამახსენდა, ეჭვი მქონდა სხვათა შორის, რომ ხო არ თამაშობს მეთქი და არ ვიცი. საინტერესოა. აი მოთამაშეს მithumetes თამაშ დამოკიდებულ მოთამაშეს
ერთ ქვაფში ხარ შავენ, ხო, მაგრამ არის სხვადასხვა კატეგორიები დამეჯერე მოთამაშეების, მართლა უამრავი პროფესიონალი მოთამაშე არის და უამრავი კიდე შეიძლება არაპროფესიონალია, მაგრამ თავს აკონტროლებს, იმიტომ რომ ზუსტად ჩამოყალიბებული და ის რა ქვია, ილია ჭავჭავაძეც თამაშობდა. ხო, რა ვიცი, დოსტოევსკიც თამაშობდა. ხო, დოსტოევსკიც თამაშობდა. თუმცა დოსტოევსკის უმძიმესი ცხოვრება რამოდენიმე ქართველ პოეტთან მაქვს ნათამაშები, მე გამიმართლა ძალიან მაგ 1-2 ვიცი. ხო, მეც მსმენია. რა ემართება ტვინს მუდმივი თამაშის დროს? აი რაღაცა თითქოს სხვა სამყაროში მგონია რომ ეს ხალხი ცხოვრობენ. აი აქ და ახლა მოგების იმხელა სიამოვნებას განიცდი მოგების დროს რომ იმას ვერაფერი ვერ შეცვლის რა, აი როგორ გითხრა რა. მოდი ახლა ცოტა ისეთ გადახვევას გავაკეთე. სიტყვა ვეფხისტყაოსანი ჩემთვის იყო ნომერ პირველი ის რა ქვია ნაწარმოები და ნუ ქმნილება დღესაც გონია რომ კაცის ხელით არ არის ეგ დაწერილი. ან დათათუთაშხია თქვა შუჟერ მაგ საკითხული. ბიბლიას რო ვეზიარე და ბიბლიას რო გავეცანი და რო აი ჩავწვდი ხო? აი დათათუთაშხია უკვე ჩემთვის გახდა რაღაცა ისა რა და აი რა პარალელი ახლა შეიძლება არ იყოს მართებული, მაგრამ მე მგონი სწორად გამიგებ. იმხელა რაღაცას განიცდი იმ მოგების დროს, რომ სხვა ვერაფერი ვერ ცვლის იმას. და ეს ფაქტობრივად არის რომ ცხოვრებით არ ცხოვრობს რა. შენ აი რა მაშინ რა აზრი ხო ეკარგება. ხო, ადამიანის მიზანი თუ არის რომ სიამოვნებას ეძებს, ხო, ნარკომანი სიამოვნებას ეძებს, აბა სხვა რამეს ხო არ ეძებს. ნარკომანისთვის ეს უფრო ჩანაცვლება არის, ხშირ შემთხვევაში ტკივილის ჩანაცვლებაც არის ხო? კი, ტკივილის ჩანაცვლებაც არის და პრობლემიდან თავის დაღწევის ის სირაკლემაროთ თავს ჩაყოფს, ეგ არის კი, მე ათეისტსაც ვადარებ ნარკომანს და იმას ლოთს. არ მეთქია შენ, მოთამაშეს არა. აი ნარკომანი და აი ლოთი რო იმ წუმპეში რო აგდია და რომ მიხვიდე და ადექი მოგეხმარები დაგბან წაგიყვან გამუშავებ კაი ხელფას მოგცემ გეტყვის თავი დამანები შვენიერობზნობ თავსო ეს არის ათეისტი რატო ვაკეთებ პარალელს რომ ვერ უძლებს იმ სირთულეებს რასაც შენ ქრისტიანობა გავალებს და გავალდებულებს არა მაგრამ თუ გინდა რომ სწორად იცხოვრო ასე უნდა მოიქცევ რო გეუნება იმ სირთულეებს ვერ უძლებ თვალები უჩენია ღმერთი არ არსებობდეს და ისე მოიქცეს როგორც თვითონ უნდა როგორც ის ლოთი რა არ მინდა შენ სამსახური და დილის 9 საათზე ადგომა და აგერ მეზობელი გამოივლის 2 ლარს გამოვართვებ დავწვევი ისე წუმპეში შვენერვათა ვარ თამაშ დამოკიდებულებს რატო გონია რომ მაშინ ეს არა თამაშ დამოკიდებული გაბრუებული არ არის ესე გაბრუებული არ არის საღაზრზე ის რომ იქედან გამოვა რომ მორჩება ეს თამაშის პროცესი ხო ეს ხო სულ გაბრუებულია ნარკომანიც ხო სულ გაბრუებულია თამაშ დამოკიდებული არ არის გაბრუებული ის რომ მოდის აზრზე იმას ზუსტად იცის რას აშავებს ყველაფერი იცის ანუ შენ ახსენე სიტყვა აშავებს ანუ თავის თავს რას უშავებს როგორც მინიმუმ თქო რა თუ ოჯახის წევრებზე არ გადადის ეს და ნათესავებზე და ასე შემდეგ მინიმუმ თავის თავს ხო უშავებს იმას ზუსტად იცის ის აი რა მინდა იცი რა მაინტერესებს აი ხა მოდის აი ჩემპიონატი ხო რაღაც სოფლიო ჩემპიონატის ამბავია რაღაცა და ხშირად მსმენია ხომ რა ისე გასართობად და 1 2 ლარს 5 ლარს 7 ლარს რაღაცას დავდებ დამოკიდებულება არ გამიჩნდება. აი ესეთი პატარა რაღაცები და შეიძლება ადამიანი გახდეს დამოკიდებული თამაშზე. აი თქვა დაიწყოს რა ვიცი 5 ლარით და მერე უცბად ვეღარ გააკონტროლოს ეს ამბავი. შეძლებით ნახავს ეგეთი შემთხვევა? აი იქ მე დაჟე გრადაციებიც მაქვს ყველაზე ნაკლებად ტოტალიზატორი არის ტოტალიზატორი ხდის თამაშ დამოკიდებულად ადამიანს. თუ ეს მოსატან ფულზე არ არის. ხო. თუ შენ ჯიბის ფულს თამაშობ ტოტალიზატორი არის ყველაზე უმტკივნეულო სხვებთან შედარებით. აი იმიტომ რომ გრძელი პროცესია. დღეს უნდა დადო 5 ლარი და ერთი კვირის მერე ეს ჩემპიონი გახდება თუ რა მოხდება, ერთი კვირის მერე მიიღებს შედეგს. და იმიტომ არის ყველაზე საშიში აპარატები. წამში გაქვს ის შედეგი, შენ წამში ელოდები შედეგს რა. წამში. ამიტომ არის ეს საშიში და ტოტალიზატორი ნაკლებად საშიში. ყველაზე ნაკლებად საშიში. მაკედან მე მქონდა ერთი ესეთი ექსპერიმენტი ჩემ შულთან კიდე ჩატარებული რომ უფროსმა მითხრა რომ ისა რა ქვია მე კარგად ვიცნობო რა ანგარიშებსო და მომეციო რაღაც თანხავ და მე გაჩვენებო შედეგსო
კაი მეთქი მივეცი. ხო და შედეგიც დადო. ოღონდ ის რა თანხაც მივაც სიტყვაზე 200 ლარი დასაწყისისთვის, ხო? ფული რომ მოიგო, ის 200 ლარიც აღარ ქონდა, იმიტომ რომ ის ფული რომ გაუჭდა, აი წეღან რო თქვი რომ მარტივად იხარჯება ეს ფული მეთქი. იქ ძმაკაც არა, არ გერგებაზე არ არის. შეიძლება აბსოლუტურად სწორად დახარჯო. მაგრამ მეტის უფლებას აძლევს შენ თავს. იქ ძმაკაც დაეხმარა, იქ რაღაცა ვიღაცას აჩუქა და თავის დას თუ რაღაცა ვიღაცას გამი მე თავი ვიღაცის შვილი გაასეირნა, რომელსაც ვერ შეძლებდა მანამდე და ვერც მისცემდა თავისუფლებას მანამდე, ხო და ის ფული აღარ ქონდა და მე თავიდანვე ვიტყვი, მამა მეთქი, არ გეგონოს რომ მარტო შედეგს რო დადებ, ეს საკმარისი არის მეთქი, რომ შენ ამეთი თავი ირჩინო მეთქი. და მივეც ფული და თვითონ მიხვდა რომ იმას კიდე გაკონტროლება უნდა იმას მაგას ვეძახით პოდ კონტროლს ის მოთამაშეები რა ამას უნდა გაკონტროლება კაი მენეჯერიც უნდა იყო რომ ეს ყველაფერი გააკონტროლო ხო და ეხლა რა გამახსენდა იცი ერთმა ნარკოდამოკიდებულმა ადამიანმა მითხრა რომ ის მაინტერესებდა და ველაპარაკებოდი ხოლმე ამ თემაზე და მეო რომ როცა ნარკოტიკს ვიღებო ანუ წამლას რო ვიკეთებო იმ დროს რომ თავს უგზნობო გენერლად აი სრულყოფილად აი ძალიან დიდებულად უგზნობო ჩემ თავს ნუ მე რა თქმა უნდა დაცემა მოსდევს ამას და რაღაცა სრული ესე ვთქვათ არარაობად საკუთარი თავის შეგრძნება მაგრამ ეს დამამახსოვრდა რომ აი ეს მოკლევადიანი ამბავი მისთვის ხო როგორც ჩანს რაღაცის მომცემი იყო რატო გეკითხები ამას იცი რომ წეღანაც ვიკითხე და კიდე ერთხელ მინდა დავაზუსტო რომ ადამიანი ხანდახან დამოკიდებული იმიტომ ხო არ ხდება რომ განაფული უნდა არამედ იდენტობის კრიზისი აქვს და აი აქ რაღაცა ტიპის ძალაუფლების შეგრძნება შეიძლება შემოდიოდეს მაგალითად როდესაც შენ იგებ ეს გამარჯვების შეგრძნება უფრო მნიშვნელოვანი იყოს მით უმეტეს რატო ვამბობ იცი რომ ამბობენ რომ კაცები უფრო ჩართულები არიან ამ ამბავშიო და უფრო მეტად აღმოჩნდება თუმცა გოგოები უფრო ძნელად გამოდიან დამოკიდებულები და როგორც ვიცი მაგრამ გოგოების გადარჩენა არ არსებობს აი მე ხა ქალები ხომ მინახია კაზინოში ნუ ძალიან ძნელია რა ქალისთვის მაგის კონტროლი რა აი ძალიან ძნელია რა ანუ ქალი უფრო დამოკიდებულია ბევრად ხო არა რაოდენობრივად რა კი კაცისთვის ეს უფრო ისეთი თემა არის უფრო ხშირად აი მე იმაზე ვფიქრობ ახლა გენერალად გზნობო თავსო არ მიფიქრია მაგაზე მაგ კუთხით ხო შეიძლება არის რაღაცა იდენტობის კრიზისთან იმიტომ მარტო ეხა შენს თქვი რომ მე ფულის გამო არ ვითამაშია ხო ჩემი პირველი პირველი ის იყო რა ქვია სწრაფვა თამაშისკენ ის რომ მე გამემარჯვები ხო გამარჯვები ვიღაცისთვის მეჯობნა ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია ვიღაცას როცა ჯობნი და გამარჯვებული კი და ეხლა მე კიდე სხვა კუთხითაც დავფიქრდი კაზინოში მაგალითად კიდე ვის არის მიმზიდველი რომ აი იდეალური სამყაროა რა იდეალურად კომფორტული სამყაროა რა განათებიდან დაწყებული ლამაზი და ისეთ საჭმელს შენ ვერც ერთი ოჯახის დიასახლისი ვერ გაგიკეთებს რასაც იქ შეჭამდა ნუ რა ვიცი ბევრი რამეა რა ხო ისე გექცევიან რომ მართლა გენერალად შეიძლება იგრძნო თავი არის ეგ ხო ეგ საინტერესო ამბავი არის არ მიფიქრია და ეხლა დავფიქრე კაი იქნება მაგაზეც შეიძლება და იმიტომ მე ხო გეუბნები ესეთი რაღაცა რომ მითხრა აი რაღაცა ის დამაფიქრებელი იყო ჩემთვის შენ თქვი რომ შენ გამარჯვებული ხარ ეხა ამ წუთისთვის ხო რაღაც საბოლოო ჯამში გრძელვადიან პერსპექტივაში გამარჯვებული არ ვარ არც მე არ ვარ გამარჯვებული საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი წლები დავკარგე და პირველ რიგში შვილებთან არ ვიყავი. ხო. და როგორ ვარ გამარჯვებული? თუ შენ მარტო ფულს გულისხმობ, კი გამარჯვებული. ხო, არა, ნუ მოდი ეგეც კარგია ხა შენ რაც თქვი რომ ხო, მაგრამ ეს არ ღირს იმათ, ეს არ ღირს იმათ. არ ღირს. თუმცა ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, მაგრამ ისიც ვერ გადაწონის იმ დროს, რაც შვილებთან ვერ გავატარე. ეგ უნდა მეკითხა რა დაკარგი თამაშის გამო მეთქი და მთავარი რაღაც დაგიკარგოს. ხო, რა თქმა უნდა, კი. კი. დავკარგე ახლა ვცდილობ რომ აღვადგინო ეს ყველაფერი. სხვათაშორის ეგ საინტერესო გამოცდილება არის შენ კარგი პაპა იქნები, იმიტომ რომ იქ რაც შვილებს დააკელი ამ ნაწილში, არ ვიცი ყავს შვილები. კი, ერთი მყავს. ესეთ მე ხა მაგალითად შენი შვილის ადგილზე მოგანდობდი შვილს რომ გამოცდილების ამბავში რა ბევრობეს ასწავლე. ჯერ გოგოა პირველ რიგში შვილიშვილი და ვიც უფრო მომანდობდა ალბათ კი ჩემი შვილი. გოგოებსაც ჭირდება ამ თვალსაზრისით ამბები.
აი ყოფილა ისეთ შემთხვევა, რომ ცოტა ინტიმური შეკითხვა, მაგრამ თუ გაქვს სურვილი გაეცბას, თუ გინდა არა, რომ აი რომ შენი თავის როცა შეგრცხვა, აი ამ თამაშიდან გამომდინარე, რომ აი რაღაც მომენტში იფიქრე, რომ არ მინდა რომ ეხა მე ვიყო ამ წუთას. რა თქმა უნდა, უამრავჯერ და კი წარსულშია ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან ხშირად. ეხლაც რომ ახსენდება, ეხლაც მწვენია. ხო, თუმცა შენ გამბედავი ადამიანი ხარ, იმიტომ რომ ჯერ მარტო მაშინ მახსოვს პირდაპირ ეთერში ესეთ თემებზე ღიად ლაპარაკი, ხალხი რაღაც კომენტარებს უწერდნენ გადაცემის ქვეშ. არ იქნება ეს კაციო ნამდვილი მოთამაშეო, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ადამიანმა ესე ღიად ილაპარაკოს, მაგრამ საინტერესოა თან შენ ჩვენ სხვა თემებზეც რო გვილაპარაკია, ძალიან საინტერესო მოფიქრალი მოაზროვნე ადამიანი ხარ. ვეფხის ყაოსანზეც გვილაპარაკია, რელიგიაზეც, რა ვიცი, სახელმწიფო მოწყობაზეც და ასე შემდეგ და ამიტომ კიდე ერთხელ მადლობა რომ მოხვედი. რა მინდა იცი, კითხო ესეც ცოტა რთული შეკითხვა არის და შეიძლება ცალსახა პასუხი არ არსებობდეს, მაგრამ შენი აზრით თამაშ დამოკიდებულება არის თუ არა დაავადება? იმიტომ ნარკო დამოკიდებულებთან რომ მიკითხავს ეს ამბავი თქვა, ხო აი ვიღაცას უთქვამს რომ არ არის ეს დაავადება, ეს ჩემი ჩვეულებრივი არჩევანია და ძალიან კარგად, რა ვიცი, ხა ისეთ თემა არის, მაგრამ ყოფილა შემთხვევა რომ ადამიანს უთქვამს რომ იცი რა მე მივხვდი რომ ეს არის დაავადება და მჭირდება ამისგან განკურნება და სხვა შორის ესეთი ადამიანი დღეს ვიცი ვინც აღარ არის ნარკო დამოკიდებული. აი შე როგორ შეხედავ? გავიგე შეკითხვა, გავიგე და აი ვაყალიბებ ჩემ თავში, მაგრამ როგორ გიპასუხო. პირველ რიგში კითხავ, ფსიქიატრიული აშლილობა არის თუ არა დაავადება? შე როგორ? დაავადებების კატეგორიაში გადის კი. ხო, ესეც არის ფსიქიატრიული დაავადებების კატეგორიებში. ფსიქიკა არის დანგრეული იქ, თორე სხვანაირად რა დაავადება უნდა იყოს, კი? ხო, მაგას გულისხმობ ხო. ფსიქიკა არის დაშლილი. მოთამაშე. დანგრეული, კი. მანამდე სანამ იწყებს თამაში თუ მერე თამაშის? არა, თამაშის მერე. თამაშის მერე. ხო, თამაში აი რო ჩათრეულია და სახში რო არ მიდის და ცოლს რო ატყუებს და მე ისეთები მაქვს ჩემი მეგობრებისგან გამოსვენილი რომ ვერ მოუყვები ხა მე არ მეხება და იმიტომ. ხო. ყუილები. ხო, ფსიქიკა დანგრეული და ურთიერთობებსაც ანგრევს რა თქმა უნდა. კი, ფსიქიკა ინგრევა და ხდები აი არა გაწონასწორებული ადამიანი. ის მე სამსახურშიც გიშლის ხელს, ძმაკაცთან ურთიერთობაშიც და მეუღლესთან ურთიერთობაშიც და ყველგან გიშლის ხელს იმდენად განგრევს აი ეს თქვა წაგებულ მდგომარეობაში ყოფნა. როგორც მოგებულ მდგომარეობაში კაც გენერალი გონია თავი, იმაზე უარესად საპირისპირო არის წაგებულ მდგომარეობაში ყოფნა. და ამასაც ჭირდება მე რა თქმა უნდა იქიდან უნდა ამოხვიდე ხო, რეაბილიტაცია გინდა შინაგანი. იმიტომ რომ ამისი დაძლევა ძალიან რთული ამბავია. ძალიან რთულია. ძალიან რთულია. ხო და ეგ ლოგიკური არის, მაშინ შემდეგი შეკითხვა. აი ეს ხო დამოკიდებულება, ამ დამოკიდებულებისგან გამოსვლა. ჯერ ერთი არის შესაძლებელი თუ არა და თუ არის რაღაცა შენ უნდა გვითხრა ეგ ამბავი, როგორ ხდება ეს? იმიტომ რომ მე მსმენია რომ თქვა არა, დამოკიდებულება არ იკურნება. მე არ მჯერა ამისი რომ რაღაცა არ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ აი როგორ შეიძლება თუ შეიძლება? აი როგორ გითხრა. კიდევ პარალელს გავავლებ რა. არის დაავადება რომ ტაბლეტით განკურნავ და არის დაავადება რომ რამოდენიმე ოპერაცია ჭირდება და მე კიდე რამოდენიმე ხნიანი რეაბილიტაცია, ხო? აი იგივეა ზუსტად რა. გააჩნია ადამიანი რა ეტაპზეა. და კიდე ექიმი ვინ არის იმასაც გააჩნია. ძალიან სწორი ის ყოჩახი, კაი საფაშება ნამდვილად ეგ მომეწონა, იმიტომ რომ ის არის, რა ქვია, არ არის ბრტყელი პასუხი რა. ხო, ახლა ბრტყელი პასუხი არაფერზე არ არსებობს. ხო, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი მიდგომები გვაქვს ხოლმე თითქოს, რომ ისე მაინც რაღაცა ზედაპირზე ვტივტივებთ. იმიტომაც გითხარი წეგან, სანამ დავიწყებდით, რომ ჩაინიკები ვართ, ასე ვთქვათ, ხანდახან ამ შემთხვევაში, იმიტომ არ ვიცით რაღაცა თემების სიღრმისეულად, რაც არ განგიცდია იმისი იმაზე ლაპარაკი და აღწერაც მეც მილაპარაკია ამ თემაზე რა თქმა უნდა, მაგრამ გრძნობ ხოლმე რომ მაინც ეს არ არის ის რაც მე ვიცი კარგად, იმიტომ მე არ განმიცდია. მოზარდები ალბათ ნახავენ ამ გადაცემას და რა უნდა იცოდეს მოზარდმა აზარტულ თამაშებზე. ანუ არ მინდა რომ რაღაცა ძალიან ესე ველაპარაკოთ და უფრო მეტად შეიძლება დამოკიდებულები გახდნენ ამ. უბრალოდ აი
შენ ძალიან კარგად თქვი, რომ შენ შულები დაისვი და ელაპარაკე ძალიან ისე საღად და გასაგებად, რომ ეს პლუსები აქვს, ეს მინუსები აქვს, ანუ ეს გექნება, ეს არ გექნება. და რაღაც დონეზე მას არჩევანის საშუალებას დაუტოვ, იმიტომ ხანდახან აი სიგარეტს ნუ მოწევ და ჩაციკლო ამ თემაზე პირიქით სიგარეტის მოწევა. აი სიგარეტზე ვერ მივახცი იგივე შვილებთან. იქ ხომ კარგად არ გილაპარაკია, მაგრამ აი ამ დამოკიდებულებაზე რას ეთყოდი მოზარდებს, რომ რა უნდა გაითვალისწინონ. ეს ლიტონის სიტყვები იქნება. აი რაღაცა მაინც არ არსებობს, რომ რაღაცა. არა, მოზარდები ვერ გაითვალისწინებენ ვერაფერს. მშობლებს ვეუბნები კიდევ და კიდევ. პრევენციული ზომები. მოზარდი ვერაფერს ვერ გაითვალისწინებს. მე რაც არ უნდა უთხრა იმას, მაინც აინტერესებს ვის ფეხი წაიდეოს. არა, ხა ტყუილი იქნება მე მაგაზე რამე ვთქვა რა. მაშინ 18+ დავაწეროთ ამ შეხვედრას. არა, 18+ ყველასთან ინდივიდუალურად რა. ვერ ეგეთ იმათ რა ქვია, ზოგად რეცეპტებს ვერ გეტყვი გურო, ვერანაირად ვერ გეტყვი რა. ტყუილი უნდა ვთქვა და რატო? არ ვიტყვი. არ არსებობს ეგეთი რეცეპტები. რა ეს გააკეთე და ესე არ იქნება, არ არსებობს. არ არსებობს. ხო. ჯერა რა ვიცი, რა კი ამბობ, ესე იგი ეგრეა. მაშინ მოდი მივიდეთ იმ თავარ ამბავზე. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, ჩვენ გულისხმობთ მშობლების, სკოლა და სახელმწიფო. აი მოდი გამოვყვეთ მაშინ და ჩამოვაყალიბოთ აი ესე მოკლე პუნქტებად, როგორც შეიძლება რომ მოკლე იყოს, სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს კიდევ თქვათ, განათლ სკოლამ და ამ საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს და პირველ რიგში ოჯახმა რა უნდა გააკეთოს. იმიტომ რომ ჩვენ რა კი ვთქვით, რომ მაინც ეს არის ისეთი სენი, რომელიც საბოლოო ჯამში ადამიანს მაინც აუბედურებს, მე ესე ვიტყოდი, სიკეთის მომტანი მაინც არ არის. რატო ვამბობ იცი ამას, რომ ერთმა ადამიანმა მითხრა, რომელიც ისეთ ცნობილი მოთამაშე იყო, რომ მე მოუგეო ცხოვრებასო, მაგრამ ამან მე მომიგო იმითიო, რომ ჩემ ოჯახის წევრმა წააგო ყველაფერი წააგო, აბსოლუტურად, მარტო ფინანსურად კი არა, აი ყველაფერი. და მივხვდი, რომ მე საბოლოო ჯამში მაინც წაგებული ვარო რა, იმიტომ რომ მე ამცდა რაღაცა, მაგრამ ჩემს ოჯახში შემოვიდა ეს რაღაცა ვერაგისენი. ამიტომ აი რა კი შენ ამაზე ფიქრობ, რა კი შენ ამის პოპულარიზაციას არ ეწევი, არამედ შენ პირიქით ხარ ჩართული ხარ, ასე ვთქვათ, საწინააღმდეგო მოძრაობაში, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეტანაკლებად ჯანსაღ გარემოში, როგორც ხდება ხოლმე ნორმალურ საზოგადოებაში აღმოვჩნდეთ. რა უნდა გავაკეთოთ და პირველ რიგში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და ნება უნდა იყოს სახელმწიფოსგან. პირველ რიგში ნება თუ არ იქნება და ბერკეტები თუ არ მიეცემა ხალხს, რომელიც ამაზე იზრუნებს, თუნდაც იგივე ფსიქოლოგები, თუნდაც იგივე პედაგოგები, პედაგოგს ვამბობ და არა მასწავლებელს, პედაგოგები ამაზე იფიქრებენ. ბევრი ექსპერიმენტი იქნება ჩასატარებელი რა. ეს ხო გაუკვალავი უღრანი ტყე არის. შენ მახსოვს გქონდა საინტერესო ესეთი რჩევაც, რომ 200 კილომეტრის რადიუსში საცხოვრებელი ადგილიდან ადამიანს არ ქონდეს უფლება თამაშისო. ერთ-ერთი შეზღუდვა ესეც იყო. 200 არ ვიტყოდი, იმიტომ რომ საქართველოს სულ 200 კილომეტრია. რაღაცა ესე მახსოვს. რაღაცა თქვი. აი თქვა ბათუმში თუ ცხოვრობ, თბილისში შეგეძლოს ხოლო თამაში. მინიმუმ ეხლა გპ-ის ვეძახი, მე გპ-ი მაგ დამთავრებული და გპ-ის ერთი კორპუსიდან მეორეში ლექციაზე რო გადადიხარ, შუაში კაზინო არ უნდა გხდებოდეს. მინიმუმ ეს ხო უნდა იყოს. კი. ანუ ქალაქიდან გატანასაც შენ ემხრობი. ერთ-ერთი თემა ეს არის. შენ ძალიან საინტერესო რეგულაციები ქონდა, მათ შორის აწევა ასაკის პირველად შენგან გავიგე და მე სახელმწიფომ ეს ძალიან კარგი გააკეთეს 25 წლამდე რო აწევს, კი, მასე. მაშინ გვედავებოდნენ მახსოვს იმ გადაცემის შემდეგ ვიღაცები. ხო, როგორ 18 წლის ბავშვს არჩევნებზე წასulis უფლებას თუ აძლევთო, თამაშის უფლებაც უნდა მიცოდო. თამაშისთვის არ არის მზად. თუმცა მე რომ მკითხვა არც არჩევნებისთვის არ არის მზად 18 წლის ბავშვი. კი. კიდე რა შეიძლება რომ გააკეთოს? თუ ხარ მზად ეხა ამ წუთებში მოულოდნელი კითხვა, მაგრამ არა, მოულოდნელი რატო არ ეხლა ნაფიქრი მაქვს, მაგრამ დიდი ხნის წინ. პირველი ეს ტერიტორიული ისენი რეგულაციები, შეზღუდვები, რეგულაციას ვეძახი, რა შეზღუდვა დავაქვთ, რა მნიშვნელობა აქვს. ასაკობრივი უკვე გაკეთებულია. აი ეს თანხობრივი რო ვთქვი, თქვა თუ აქ ადამიანს იმის თავს იმის ფუფუნება რო თავს მისცეს ამის უფლება და რაღაცა რა ქვია, გარკვეული თანხა
წააგოს და თავის სიამოვნებაში გადაიხატოს, ასე ვიტყვი მე, ხო? ამერიკაში ესე არის, ლას-ვეგასში ოჯახი წლიდან წლამდე აგროვებს ფულს და მთელი ოჯახიდან ერთობიან იმ ფულს ხარჯავენ და არ ნერვიულობენ, იმის იქ სხვა კულტურაა. იქ თამაში სულ სხვა კულტურაა, ჩვენთან არ არის ეს კულტურა, ხო? ჩვენთან თამაში არის ქუჩა და თავანი და რაღაც აღარ გავაგრძელებ, ხო? ხო და სხვისი ფულზე თამაში. ხო, სხვის ფულზე თამაში, რა თქმა უნდა. ყველაზე მთავარი დამავიწყდა. ყველაზე ისა რა ქვია, კონტროლკას ვეძახებ მაგას. ლომბარდები. ნო, ეგ არის კონტროლკა. იქვე, აი, გადახედე თუ გინდა, სად არის სატყავის ეს ბიზნესი. ეხლა უცოდ წარმოვიდგინე. აი ზუსტად მაშინ 10 წლის წინ იყო 15 წლის წინ აჭარის კაზინოს წინ შემოვიარე და მაშინ დავთვალე 40-მდე ასეთი ისა. დაწესებულება, ასე ვთქვათ, პოლიტკორექტული ვერ ვიყოთ. და ჩემ მეგობარს თხოვე, გლანში არის კიდე დიდი ჰაბი, გლანის ახმეტელის მეტროს ამოსასვლელში და ეხლა აღარ არის იმდენი, მაგრამ აი მაშინ იყო ეს სლოტები ისენი აპარატები და რაღაცები და გეხვეწები დაითვალე მეთქი რა და რო დათვალა 80 ის რა ქვია პატარ-პატარა ლომბარდი და 20 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო გლანის მეტროს გარშემო. ეხლა შეიძლება მეტი იყოს. და მისი მეუღლე, ამ ჩემი მეგობრის მეუღლე მუშაობდა ერთ-ერთში ოღონდ სავალუტო გადაცვლის ჯიხურში იმაზე მიბმულზე. და გეხვეწები კითხე მეთქი ბრუნვაში რამდენი აქვს მაგ იმას რა ქვია, მაგ ლომბარდს რამდენი თანხა აქვს მეთქი. პროსტო რამდენი როგორ ფიქრობ დაახლოებით 10-15 წლის ნამდვილი ამბავი რამდენი ექნებოდა. თვეში? არა. საბრუნავი თანხა, აი მე რომ მივიტან ოქროს რო ჩავაბარებ, რამდენი ოქროს ჩაიბარებს, რამდენი თანხის ოქროს ჩაიბარებს. ან მობილურს. თანხა რამდენი უდევს? იქ რა ვიცი, ალბათ მაქსიმუმ 10,000 ლარი. 280,000 ედო ამას. 10 წლის წინ გეუბნები. ესე იგი 2 კვადრატულ მეტრში. პირობითად ვამბობ. ის თანხა თუ არ ტრიალებს, იქ არ გაჩერდებოდა მაშინ. 280,000 ჰქონდა ბრუნვაში. და ეს ახლა გადაამრავლე, რაც მე რიცხვები ვთქვი. მიკროსაფინანსო დაწესებულებაში ხო რადებს ხო წარმოგიდგენია და ეხლა ამ ფონზე მე კიდე სხვაგან მივდივარ. რომელ ბიზნესმენს მომდება კანფეტების ქარხანაში ჩადოს ფული. აი აქ 280,000, აგერ 2 კვადრატულს იქ რა ხო 1000 ლარა და შვენიერი ბიზნესია. აი ამ ხელა ჯაჭვი არის, ხვდები ეს მარტო თამაშზე კი არ ვლაპარაკობ ჩვენ და მარტო თამაში ძალიან ისეთია, გადაბმული ამბავი არის რა, კი. მაგასთან მაგ ჯაჭვში შედის ისიც ახლა იმ ხელოსანს რაც გადავეკიდე, მაგრამ ის ხელოსანიც რომ მე ჩემსაც რო უყვებოდი ვთქვათ, ის რომ დოვლაც ვერ აგროვებს, ის რომ ვერ ვითარდება, ესეც ხო ეკონომიკური ჯაჭვი. ის უკვე ამ ყველაფრის ბრალი არის, ტელეფონი, ჯიბეში აქვს კაზინო რა. ის ხელოსანი აქ ჯიბეში კაზინო რო არ ქონდეს, კაი რამდენჯერ დაღლილი, რამდენჯერ დაიბანს და რამდენჯერ წავა კაზინოში, ხო? ჯიბეში აქვს, ამოიღო და იქვე. მინახავს ხოთა შორის იქ ნახე რო ისვენებს სიგარეტს. ერთმანეთს რო ანახებენ, ნახე ის სკრინებს და იმას ნახე გუშინ რა გავუსვენ. რაღაცას ეძახიან, ხო, დავარწეს. საშინელება, აი ეს საშინელებაა ჯიბეში კაზინო. კიდე რა არის? გურა მე არ გავჩერდები 2 დღე, შენ კითხე რა გაინტერესებს და აი რაღაცა იცი რატო ის არის რა, ეხა ჩვენ მაშინაც რო ვილაპარაკეთ, რო გამოვედით ეთერი და ვიღაცამ თქვა რომ ესო თქვენ ტყუილა ლაპარაკობ და შედეგი არ არის, მაგრამ შედეგი მაინც ის იყო რომ ხო გეუბნები მე რომ მოვისმინე რეგულაციები რაც იყო, პირველი შენ გამახსენდი ვთქვი რომ ამ კაცმა ეს ამაზე ილაპარაკა, გეგმა ქონდა ჩამოწერილი რა უნდა ყოფილიყო. მაინც თქვათ რა ვიცი, იქნებ ვინ უსწრებს. მაგ გეგმის ისენი პუნქტები კიდე ხო, რა შეიძლება იყოს ისეთი რა, სახელმწიფომ რა შეიძლება გააკეთოს. ეგეც შეიძლება რაღაც ამბავში ჩვენს მე მგონი თითქმის ყველაფერი ვთქვი ახლა რა ვიცი შეიძლება იმასში ვარ აქვე ემოციებში ვარ ამდენ ლაპარაკი და ვერ არ მახსენდება მაგრამ აი ეს უმთავრესი კაი სკოლამ ოჯახმა რა უნდა გააკეთოს ოჯახმა აი რაც გითხარი და სკოლაშიც იგივე ფილმები უნდა გადავიღოთ კალათბურთელის დღიური გახსოვს კი აი ეგეთი ფილმები უნდა გადავიღოთ და გავუშვათ სკოლებში მოთამაშეზე ნარკომანზე იმსჯელონი ფიქრობ ხო უნდა იყოს თუ არა ეს სამარცხვინო. აუცილებლად. ხო რატო გეუბნები, იცი რომ აი ხა მე მახსოვს ოღონდ ამას ხაზი კი არ უნდა გაესვას. თვითონ ბავშვს უნდა მიეცეს შესაფასებლად რომ არის თუ არა ეს სამარცხვინო. ის კი არ უნდა დააყოლო რომ იცით რა ეს სამარცხვინო, არა, თვითონ უნდა მიხვდეს.
შენ რო ეტყვი იმას წინააღმდეგობის ის აქვს უკვე ის აქვს რატო გეუბნები უყურე არ ვიცი შენ გახსოვს თუ არა მაგრამ ჩემ ესე სკოლის ასაკში ერთი პერიოდია ეს გაბრუებული სიარული რაღაც მოდური იყო ხოლმე და წავიდა ეგ დრო და რამდენიმე კლასელი მყავდა კლასელი კი არა სკოლელი რომელიც ვითომ ესე დადიოდა ხოლმე ვითომ გაბრუებული და მეგონა რომ ნარკოდამოკიდებული იყო და მე აღმოჩნდა რომ ამ როლში იყო შესული იმიტომ რომ კაი ტიპობა დითვლებოდა მე უკვე რაღაც ამბავში აღარ იყო ხელმისაწვდომობა უნდა იყოს ნაკლები ნარკოტიკზეც და იმაზეც რა ქვია თამაშიც. ხელმისაწვდომობა ეს ამას ჯიბეში როგა კაზინო უკვე ესე ამ დონის ხელმისაწვდომი რო არის იქ ახლა რას უნდა ებრძოლო აი მითხარი რა. ჯიბე უნდა ამოუკერო თუ რა უნდა ქნა მშობელმა რა. ან არ უყიდო მობილური წავა მეგობრის მობილური დაიმთამაშებს ხო სიტყვაზე ვამბობ. ან ფაქტობრივად ახლა ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოგვდის და დიდი სახელმწიფოს წინააღმდეგ რა გამოგვდის? სახელმწიფოს წინააღმდეგ არა უბრალოდ აი ამ დიდი რაღაცა კორპორაციის წინააღმდეგ გამოგვდის ბრძოლა, იმიტომ რომ დიდი ფული დგას იქითკენ, საიდანაც ფული იჭრება და შენ ასე ვთქვათ, ოჯახი ამ ყველაფერს უპირისპირდები ნაკლები რესურსით, ხო? ხო, იგი კიდევ გავაკეთებ, პარალელს შენ როცა მკითხე რომ შენ გამარჯვებული ხარ თუ არა, მეთქი, მე გითხარი კი, ფულით გამარჯვებული ვარ, მაგრამ დამარცხებული ვარ ესე მორალურად და სხვა რაღაცეებით, ხო? იგივე სახელმწიფო უნდა აწონდაწონოს ეს უნდა ფული ბიუჯეტის გაზდა ურჩევნია თუ იმის საპირწონეთ რომ ბავშვები დაუღუპოთ. ეს მე ხო არა ვარ ჩემ ბერკეტების ხო არა მაქვს მაგის ბერკეტები რომ ეს ავწონდავწონო და შევაფასო და მე ნება დავრთო ან არ დავრთო ამ ყველაფერს. სახელმწიფო უნდა გადაწყვიტოს რა ურჩევნია. ბიუჯეტი თუ მომავალი თაობა. всё დამთავრდა. არ ვებრძვით ჩვენ. მე პირადად ფიქრობ რომ რეალობას ვაჩვენებ რა არის. მე მაქვს ერთი წიგნი დაწერილი საქართველოს ალტერნატიული რუკა და იმ წიგნში მახსოვს რომ მაშინ ჩვენი საუბრიდან გამომდინარეც და ჩვენი მეგობარი არის კიდევ მამა ლევან ალადაშვილი მაშინ მოვიდა ესეთი აზრი და მე წიგნში მაქვს გამოყენებული ერთ-ერთი თავია რომ საქართველოში აიგრძალება ყველგან კაზინოების ამბავი და ჯანდარის ტბასთან გაკეთდება ლას-ვეგასივით ქალაქი, სადაც შეუძლია ყველა შევიდეს, ოღონდ რაღაც რეგულაციების შედეგად, ან უნდა კონდეს, აი რასაც შენ ამბობდი, ეგ ყველაფერი მაქვს, მე მოთხრობაში ასე ვთქვათ, გამოტანილი და მაშინ ხუმრობდით ხოლმე, რომ შეიძლება დადგეს, როდესმე ეგეთი პერიოდი. სიონის ფაზიავიდან ხო, სადღაც გადაკარგულში. სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ყველა ხო, ნიქაურ მოსახლეობას უნდა ხო, აი ის კიდე რა მქონდა ერთ-ერთი მონაკოში მაგალითად ადგილობრივი მოსახლეობა ვერ თამაშობს კაზინოში, ხო. შეუძლია სხვაგან ითამაშოს. ახლა წავიდეს სხვაგან ვერაუგზავნო სხვაგან თამაშს. სხვა ქვეყანაში თუ ითამაშებს. ხო, ნუ ეხლა რაღაცა არის, რასაც უბრალოდ ჩვენს თავს. თუმცა ადრე კომუნისტები რა კარგები ყოფილან კაკებეს აგენტებს აყოლებდნენ სხვაგან რო არ ეთამაშოთ. ტიტო კაც ტიტოს. ეს ხუმრობით. კარგი გიორგი, მე ვფიქრობ, რომ საინტერესო შეიძლება რაღაცა ცოტა დაულაგებელი გქონდათ, რაღაცა ალაგ-ალაგ საუბრები, მაგრამ მადლობა იმისთვის, რომ გულწრფელად ილაპარაკე, რაზეც ილაპარაკე. მადლობა, რომ ამ თემაზე სულ ჩართული ხარ ხოლმე და ეხაც მახსოვს, რომ დაგირეკე და უარი არ გითქვამს, პირდაპირ დათანხმდი ამ თემაზე ღიად ლაპარაკს. ჩვენ ყველას გვაწუხებს ეს და იმიტომ ლაპარაკობთ. ეხლა მე ხო გეუბნები, ჩემს ირგვლივ გულწრფელად რო გითხრა სანათესაოშიც ნუ მე არ ვიცი შეიძლება ვერ ვხედავ ვერ ვამჩნევ მაგრამ ანუ უახლოეს სანათესაოში არ ვიცი ადამიანი ვინც ასეთ დამოკიდებული არის მაგრამ ფიქრობ ხოლმე რომ ეს არის აკლები რომელიც ყველა ოჯახთან დაიჩოქებს საბოლოო ჯამში უკვე დაჩოქებულია ხო ამიტომ მე მაწუხებს ეს თემა ძალიან მინდა რომ ასე ვთქვათ ამ ნაწილში ჩემი რაღაცა პატარა წვლილი შევიტანო და ესეც მგონია რომ ჩვენი პოდკასტი დღეს ესეთი პატარა წვლილი შეიძლება აღმოჩნდეს და ვიფიქროთ ამაზე მე ყველას ვთხოვდი რომ შენნაირი ადამიანებს ვკითხოთ აზრი პირველი იმიტომ დაგიძახე შენ რომ თეორიიდან გამომდინარე არ ლაპარაკობ პრაქტიკიდან უყურებ ამ ყველაფერს და ცადოთ რა ვიცი თუ გვინდა რომ ჩვენ ნორმალურ სახელმწიფოში ვიცხოვროთ მე ვფიქრობ რომ ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის ნარკოდამოკიდებულებაზე უფრო რთულად მგონია რომ საქმე არის ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი სირთულე რაც ნარკოდამოკიდებულებაზე უფრო რთულად ხდის ამას ხო აი ნარკოდამოკიდებული
იმდენ ადამიანს ვერ დააზიანებს გარშემო, რამდენიც შეიძლება თამაშზე დამოკიდებულმა ადამიანმა. ოჯახი და ნათესაობა შეიძლება ჩართოს. ხო. თუ კარგი ნათესაობები ყავს, უფრო დიდი შანსია, რომ კარგი რაც გაგებით. ანუ რომ მივიდეს ფულის სასესხებლად და მე კიდე რომ რაღაცა დაეხმარონ რაღაცებში და აიკიდოს მთელი სანათესაო და ჩართოს ამ ყველაფერში. ის არის, რა ქვია, ერთი გამახსენდა ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად აგებდა ხოლმე და ესე სანათესაო უკრებდა ფულს და ერთხელ მკითხა ერთმა, რომ რა გავაკეთოთ აი შენ რა სიზავდიო და მე ვუთხარი, მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი შანსი ამის შემთხვევაში არის ის, რომ სლენგს ვიხმარ, მაგრამ უნდა გააკატავოს. იმიტომ სარამის მეთქი არ გააკატავებს, თუ ესე აკრიბავ თქვენ ფულს მეთქი და არ არის ეგ. კი არის, მაგრამ არ არის გამოსავალი. არა, ნუ ხო არ ვიცი, მაგრამ ივან ის მაგან ეგრეკნა, ვერ ჩააბარა ეს ისა და ნუ ყოველ შემთხვევაში ესე ხელზე აღარ ეთამაშებოდნენ ხოლმე იმით. არაფერს არ შეძლებს. გურამ დამიჯერე. არა, ხო. არა. მე მქონდა ახლა ერთი შემთხვევა, ჩემს უახლოეს ძმაკაცთან და ეს ყველა შეწუხებული ყავდა, ნუ ოჯახი ძალიან შეწუხებული ყავდა. ხო და მოხდა ისე, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა უჩივლა. ხო. ფული იყო დასაბრუნებელი და რა საპროცესოზეც რაღაც ფული გადასახდელი და კითხეს მე აზრი, დედამისმა კითხა აზრი და მე ვთხარი ის ფული დაუბრუნეთ და საპროცესო არ გადაიხადოთ. კი და იჯდა 2 წელი კვიანად. კარგად გამოვიდა ჩემი უახლოესი ძმაკაცი. ეგეც ისეთი გადაწყვეტილება, დამიჯერე. ქირურგიული გადაწყვეტილება მიიღო. ხო, გამოვიდა, ყველაფერი კარგად არის. მადლობა ღმერთს. ოჯახთანაც კარგად არის და მესამე შვილიც შეეძინა მის მერე. კარგია, კარგია. და ბოლო კითხვა რა, როგორია ბედნიერი ბავშვი? ყველას ამას ვეკითხები ხომ? ბედნიერი ბავშვი როგორია? ბედნიერი ბავშვი. ვინ არის ბედნიერი ბავშვი? ფილოსოფიურად მეკითხები. რა ვიცი, აი შენი აზრით როგორია ბედნიერი ბავშვი? ბედნიერი ბავშვი არის, არაფერზე რო საზრუნავი არ აქვს რა, მშობელზე როა მინდომილი. ყველაზე ბედნიერი ბავშვი არის დედის ფუძელში. არაფერზე საფიქრალი არ აქვს. მადლობა. მე მინდა გაჩუქო შენ წიგნი რთული ბავშვი. ამ ჩვენი პოდკასტის სპონსორი არის, ასე ვთქვათ, ორი წიგნი, ბედნიერი ბავშვი და რთული ბავშვი და ეხა გადავწყვიტე რომ გაჩუქო შენ რთული ბავშვი. ბედნიერი ბავშვი ჩამოვაყალიბე და მოდი გაჩუქებ ამ წიგს. რთული ბავშვი ესე ფენომენი არ არსებობს, ჩვენ ვარქმევთ ხოლმე სახელებს, მაგრამ ხანდახან როგორ შეიძლება რომ ამ ეპითეტების იქით ადამიანი უფრო ღრმად დავინახოთ, ამაზე არის ნაფიქრი ამ წიგნში. მე მგონი რთული ბავშვები უფრო საინტერესოები არიან და ხდებიანაც. კი, აი ზუსტად მაგაზია ეს წიგნი და რა ვიცი, გაჩუქებ გამოგადგება შვილიშვილად. დიდი მადლობა რომ მოხვედი. პირიქით, მე მზად ვარ, არა მარტო აქ მოვიდე, რა ვიცი, თუ ვინმე მოისმენს ამას და სახელმწიფო მოხელე უანგაროთ ვარ მზად ჩავერთო ნებისმიერ ამ პროცესში. მადლობა. ყოველგვარი ანგარების გარეშე. მიმსახურეთ მაქსიმალურად. მადლობა.